მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ირანის ისტორიაზე, კერძოდ მე-20 საუკუნის მონაკვეთზე. და საერთოდაც ვაპირებთ, რომ ერთგვარი ციკლიც ჩავწეროთ ირანის ისტორიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურის შემქმნელი ქვეყანა, ზესახელმწიფო, სხვა შორის ყოველთვის მრავალეთნიკური, ყოველთვის მრავალ რელიგიური, მაშინაც კი, როდესაც იქ ზოროასტრიზმი იყო ერთი შეხედვით გაბატონებული და რა თქმა უნდა ძალზედ საინტერესო, იმიტომ რომ ირანის ხვედრეთი წილი უკანასკნელი 26 საუკუნის მსოფლიო ისტორიაში მართლაც განუზომლოდ დიდია. მაგრამ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მე-20 საუკუნეზე, წინასწარ გვექნება ერთი თხოვნა, რომ თუ შეიძლება გამომდინარე YouTube-ის ალგორითმის პრინციპიდან გამოგვიწეროთ და დაგვიკომენტაროთ. მოკლედ, ირანის ისტორია მე-20 საუკუნეში ძალიან საინტერესო იყო და ერთგვარად განსხვავებული მწინარე პერიოდიდან, რაც თქვა ამ ქვეყანაში როდესმე რამე მომხდარა, თუ იმ პროცესებს შევადარებთ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ირანში აღმოჩნდა ნავთობი. მანამდე მსოფლიო ნავთობს მოგეხსენებათ ნაკლებად მოიხმარდა, მაგრამ ძირითადად ეს იყო იგივე ბაქოს ნავთი, რომელიც ბაქბათუმის ნავთობსადენით მიეწოდებოდა მსოფლიო ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე. მაგრამ აღმოჩნდა ნავთობი, გაზით შესაბამისად და ბრიტანელებმა დაიწყეს მისი ათვისება. რეალურად ეს ჭაბურღილები მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ეკუთვნოდა ბრიტანეთს და სწორედ აი ამ ჭაბურღილების ათვისების მიზნით ჩამოყალიბდა ეს ცნობილი კორპორაცია, რომელიც ჩვენ ვიცით BP-ს, ბრიტიშ პეტროლიუმის სახელწოდებით. ზუსტად აი ამ პერიოდში მე-20 საუკუნის დასაწყისში ირანში დიდი არეულობა იყო, მას მართავდა ყაჯართა დინასტია, ეს არის აღა მაჰმად-ხანის ძმის შთამომავალთა დინასტია და დაიწყო კიდევაც მე 1914 წელს პირველ მსოფლიო ომი და ირანში ჯარები ყავდა შეყვანილი როგორც რუსეთის იმპერიას, ასევე დიდ ბრიტანეთს შემდგომში და ვისაც გველისპერანგი წაკითხული გვაქვს და ალბათ უდიდეს ნაწილს ჩვენი მაყურებლისა, იქ მოქმედებათა დიდი ნაწილი სწორედ ირანის ტერიტორიაზე ვითარდება, იქ ქართველი ოფიცრები და სწორედ ეჭდილი და აღწერილია ერთი შენაერთის ცხოვრება, რომელიც ცნობილია ისტორიაში სპარსელ კაზაკთა კორპუსის სახელით. ანუ ირანის ტერიტორიაზე მდგომი, ასე ვთქვათ, რუსული ჯარები, რუსეთის იმპერიის ჯარები წარმოდგენილი იყო სპარსელ კაზაკთა კორპუსის სახით, რომელშიც ძალიან ბევრი იყო ქართველი, განსაკუთრებით მის სამეთაურო რგოლში და საერთოდაც ამ კორპუსს ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძის ცოლის, ოლღა გურამიშვილის დისშვილი სტაროსელსკი. ეს სტაროსელსკი იყო შთამომავალი ცნობილი იმ ოჯახის წევრი, აი ვაზის ფილოქსერასგან რომ იხსნა ქართული ვენახი. და აი ამ სტაროსელსკიმ სპარსელ კაზაკთა კორპუსში გააწევრიანა ერთი სპარსელი ახალგაზრდა კაცი, მამით მაზანდარანელი რეზა, იგივე რეზო ხანი, ხოლო დედით ეს კაცი იყო აბაშიძე, ახალციხელი აბაშიძე. და რა თქმა უნდა ბუნებრივი იყო, რომ კავკასიელებს და ქართველებს და ამ რეზა ხანს შორის ძალიან მჭიდრო კავშირი დამყარდა. როდესაც დამთავრდა პირველი მსოფლიო ომი, სპარსელ კაზაკთა კორპუსის დიდი ნაწილი იქ დარჩა, ირანში დარჩა. რა თქმა უნდა რუსეთში არ დაბრუნდებოდნენ, სამოქალაქო ომით მოცულდა ბოლშევიკურ რუსეთში. შემდგომში, როცა 21-ში აქაც საქართველოშიც საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ანუ ბოლშევიკებმა დაგვიპყრეს და ოკუპაცია მოახდინეს საქართველოსი, საბოლოოდ ჩარჩა იქ სპარსელ კაზაკთა კორპუსი და ძალიან მალე ამ კორპუსმა, რომლის მეთაურიც უკვე იყო ის რეზა ხანი, მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება ირანში. და ეს რეზა ხანი გახდა საბოლოო ჯამში ირანის შაჰი, გადააყენა ყაჯართა დინასტია და თავად გამოაცხადებინა მეჯლის თავი ირანის შაჰად. რეზა ხანს რა თქმა უნდა ირანის აღორძინება, პროდასავლური იყო, როგორც სიტყვიან დღეს, ევროპულ ყაიდაზე გადაყვანა სურდა, ამისთვის საჭირო იყო რესურსები. ამ პერიოდის ირანის
სოფლის ასე ვთქვათ მოსახლეობა ძირითადად ცხოვრობდა როგორც ყმა გლეხი და ანუ როგორც მონა, იმიტომ რომ ფეოდალური რეჟიმი იყო და ძველ დიდ საგვარეულოებს ეკუთვნოდათ ლიანად მიწა და ერთადერთი გამომდინარე ყველაფრიდან მით უმეტეს ის რომ მე-20 საუკუნეა და ესე იგი არის აბსოლუტურად ახალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქალაქო მეურნეობის განვითარება, საჭირო იყო ფინანსები, ამ ფინანსური წყარო ძირითადად შეიძლება ყოფილიყო ნავთობი, რომელიც ბრიტანელებს ეკუთვნოდათ. ამიტომ რეზა ხანმა, რომელსაც აწი უკვე ეწოდებოდა რეზა შაჰ-ფეხლევი, ეს ფეხლევი ქართულად ბახლაუნს ნიშნავს და ამით ის ხაზს უსვამდა, რომ ის იყო სულ მცირე მემკვიდრე ძველი პარტიული და მეტიც აქემენიანური, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობის განიზრახა რომ 30-იან წლებში რომ აქცენტი გაეკეთებინა გერმანიაზე. რათა რამენერად მოეხერხებინა ბრიტანელების განდევნა, ვთქვათ, ირანული ნავთობის წარმოებიდან და სპარსელების ხელში აღმოჩენილიყო ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც უნდა ქცეულიყო საფუძვლად ირანის ეკონომიკური აღორძინება განვითარების. კაცმა არ იცის როგორ წავიდოდა პროცესები, რომ საბჭოთა კავშირს არ დასხმოდა თავს ნაცისტური გერმანია. ამის შემდეგ უკვე 51 წელში 22 ივნისიდან მომენტალურად ადგა დღის წესრიგში ლენდ-ლიზის და საბჭოთა კავშირისთვის როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური დახმარების მიწოდების საკითხი და ყველაზე ესეთი მოსახერხებელი გზა, რითიც გნება თავიდან ბრიტანელებს მე ამერიკელებს შეეძლოთ, რომ საბჭოთა კავშირისთვის მიეწოდებინათ ტექნიკა იქნებოდა თუ საკვები, თუ ტანსაცმელი, თუ სხვა ყველაფერი ის, რაც ომში ჭირდებოდა სტალინს, ამ თვალსაზრისით ყველაზე ახლო გზა იყო სპარსეთის ყურე და ირანის ტერიტორია. შესაბამისად, ვერ დაუშვებდნენ აქ ვერანაირ პროგერმანული ძალის არსებობას და როგორც საბჭოთა კავშირმა, ასე ბრიტანეთმა ჯარები შეიყვანა ირანში ჯერ კიდევ 51 წლის ზაფხულის მიწურულს. ირანის შაჰი რეზა შაჰ-ფეხლევი გაიქცა, გადადგა და წავიდა ირანიდან და ტახტი დაუტოვა თავის მცირეწლოვან შვილს, უბრალოდ ახალგაზრდა ვაჟს მუჰამედ რეზა ფეხლევს. მუჰამედ რეზა ფეხლევი იყო სამხედრო ფრინავი, საკმაოდ მამაცი კაცი, მაგრამ არა აქტიური პოლიტიკურ საკითხებში. ევროპული განათლების შვეიცარიაში ჰქონდა დამთავრებული რა ქვია, ასე ვთქვათ, მიღებული განათლება. მისი პირველი ცოლი იყო ეგვიპტის პრინცესა, ალბანური წარმოშობის ცნობილი მუჰამედ ალის თავმავალი ეგვიპტე, რომ გამოყო ოსმალეთიდან, რომელთანაც მარტო ერთი ქალიშვილი ჰყავდა და შემდგომში გაშორდა. მეორე ცოლი იყო ცნობილი სურაია, ეს უკვე შაჰობის პერიოდში მოიყვანა. ეს იყო ულამაზესი ქალბატონი, ბახტიართა ტომის წინამძღოლთა გვარიდან, დედით გერმანელი, რომელთანაც მას შვილი არ შეეძინა და მიუხედავად იმისა, რომ მართლაც და სიცოცხლის ბოლომდე მათ უყვარდათ ერთმანეთი, ისინი გაშორდნენ ერთმანეთს. სხვა შორის საინტერესოა, რომ ირანის შაჰისთვის წარმოუდგენელი იყო მრავალცოლიანობა, რომ ერთ ბაშად 2 და 3 ცოლი ჰყავდა. გაშორდა პირველ ცოლს, გაშორდა მეორე ცოლს. და მე მოიყვანა ეს ცნობილი ფარახი, რომელიც დღეს ცოცხალია და რომელიც სხვა შორის იყო აზერბაიჯანული ოჯახიდან, არც თუ ისეთი ელიტარული და როგორც პირველი და მეორე ცოლები, მაგრამ იყო უაღრესად განათლებული ქალბატონი. მას უკვე არქიტექტურის დიპლომი ჰქონდა, რომელიც პარიზში მოიპოვა. და აი 50-იანი წლებიდან იწყება ირანში სერიოზული ცვლილება და 50-იან წლებში ჩაერთვება ირანის შაჰი მუჰამედ რეზა ფეხლევი აქტიურ პოლიტიკაში. საქმე რა იყო? 1951 წელს ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა მოსადიყი. მოსადიყი იყო აღამ აჰმად-ხანის ძმის შთამომავალი, ანუ წინა დინასტიის, ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელი დედის მხრივ და მოსადიხმა ჩაატარა ნავთობის ჭაბურღილების ნაციონალიზაცია. ბრიტანელებს წაართვა ნავთობი. საპასუხოდ ბრიტანელებმა ადგნენ და ემბარგო დაუწეს ეს ირანის ნავთს და მარტო ბრიტანელებმა არა, ბრიტანელებს ააყნენ
სხვა დასავლური კაპიტალისტური თქვა ნავთობის ასე ვთქვათ ბიზნესში მონაწილე ქვეყნები და ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა ირანს, იმიტომ რომ რეალურად ძირითადი საექსპორტო ირანიდან იყო ნავთობი და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვთქვათ მესაკუთრე იყო ბრიტანეთი, ის გარკვეულ თანხებს უხდიდა ირანს ნავთობის მოპოვებიდან და ათვისებიდან, რაც შემოძდიოდა მოგება და რაც რჩებოდა მოგება, აი იმ თანხებიდან. და ამჯერად უკვე ირანის ხაზინა დარჩა ვთქვათ შემოსავლის გარეშე. საგარეო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის გარეშე. მაგრამ მოსახლეობაში მოსადექი ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობდა, იმიტომ რომ მისი ქმედება განიხილეს და აღიქვეს როგორც დიდი პატრიოტული ნაბიჯი ირანის ეკონომიკური დამოუკიდებლობისად საკენ გადადგმული. და ამ დროს მოხდა ირანში გახორციელდა სახელმწიფო გადატრიალება მაინც 53-ში. ანუ ამერიკის სპეცსამსახურების CIA-ის, ისრაელის სპეცსამსახურისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურის მონაწილეობით მეტიც მათი სამხედრო შენაერთების დახმარებით მოხდა მოსადექის დამხობა, შემდგომში დაპატიმრება და ამ პერიოდში ირანიდან გაქცეული შაჰი რაზა მუჰამედ პეხლევი, რომელიც არავის არ გადაუყენებია მოსადექის მმართველობის დროს და რა ქვია, არც ძალით არ გამოდევნია, უბრალოდ გაერიდა ამ პროცესებს, დაბრუნდა ირანში და უკვე გადაწყვიტა, რომ აქტიურად ჩართულიყო პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეიქმნა კონსორციუმი და მიუხედავად იმისა, რომ რეზა მუჰამედ პეხლევი გარკვეულწილად ვალში იყო, ვთქვათ, დასავლეთის კონკრეტულად ბრიტანეთის, ისრაელის და ამერიკის სპეცსამსახურებთან და არმიასთან, რომ რეალურად დაიბრუნა ხელისუფლება, მან ბრიტანელებს უკან აღარ დაუბრუნდა და აღარ აჩუქა ხელახლა ნავთობის ჩაბურგილები, არა. შეიქმნა კონსორციუმი მესაკუთრედ, რა თქმა უნდა, ირანი რჩებოდა და გამოცხადა ირანული ნავთობისა, უბრალოდ რამდენიმე ამერიკულმა კომპანიამ მოიპოვა უფლება ამ ნავთობის ათვისების ბაზარზე გატანის და რა თქმა უნდა ყველაფერში წილში აღმოჩნდა ირანი. და უკვე 53 წლიდან ნავთობდოლარებით დაიწყო ირანის ხაზინის შევსება. ამის პარალელურად ისრაელის სპეცსამსახურების დახმარებით ჩამოყალიბდა ესეთი ორგანიზაცია სავაკი. ეს იყო როგორც დაზვერვითი, ისევე კონდაზვერვითი სპეცსამსახური, რომლის მიზანიც იყო, თქვათ, სახელმწიფოს მტრების განეიტრალებაც და ზოგადად შაჰის რეჟიმისთვის მხარდაჭერა. ის სხვა, ასე ვთქვათ, სპეცსამსახურებიც არსებობდა, თქვათ, უკვდავთა კორპუსის დაცვა იყო შაჰის. სავაკის ზემოთაც იყო ესეთი ერთგვარი საინფორმაციო ბიურო, რომელიც აანალიზებდა როგორც სავაკის, ასევე პოლიციის, ასევე არმიის დაზვერვის მონაცემებს საინფორმაციო ბიუროში იყრიდა ყველან სახის ინფორმაცია თავს, რომელსაც შაჰის უახლოესი ბავშვობის მეგობარი ფარდუსტი მეთაურობდა. მოკლედ არსებობდა ესეთი პიროვნება ფარდუსტი, რომელიც ძალიან ნაკლებად არის შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის დღეს ცნობილი, მაგრამ რომელიც 50 წელზე მეტხანს იყო შაჰის მეორე მე, ბავშვობის მეგობარი. შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ, როდესაც უამრავი გენერალი სიკვდილით დაისაჯა აიათოლას რეჟიმის დროს ზოგი გაიქცა, აღმოჩნდება, რომ ფარდუსტი დარჩება მშვენიური ურთიერთობა აიათოლა ხომეინისთან და ისლამურ რესპუბლიკის სპეცსამსახურებს ჩამოაყალიბებს. მთავარ თემაზე დაუბრუნდეთ, ირანში, მოკლედ, შაჰმა როგორც კი აიღო ძალაუფლება და ძალოვან სტრუქტურებს მიხედა და როგორც თქვით, ვიცით, სავაკი ჩამოაყალიბა ისრაელის სპეცსამსახურების, მოსადის დახმარებით, CIA-ის დახმარებით და თავისი არმია გადაიყვანა მთლიანად
დასავლურ და მოწინავე, ასე ვთქვათ, ყაიდაზე, ნორმალურად დაგეგმა დიდი სოციალურ-პოლიტიკური, მენტალური ცვლილებების და რევოლუციური ცვლილებების განხორციელება ირანში. და ის 60-იან წლების დასაწყისში თავის მეუღლესთან დედოფალ ფარახთან ერთად ის წამოიწყებს ეგრეთ წოდებულ, ესეც ერქვა, თეთრ რევოლუციას, რომლის მიზანი იყო და შედეგიც იგივე დადგა, რაც მიზანი იყო. პირველი, ფეოდალიზმის ბოლომდე გაუქმება, იმ ძველ საგვარეულოებს, საუკუნეების წინ ხანები, რო იყვნენ ბეგები, ჩამოართვეს მიწები, ასევე მიწები ჩამოართვეს რელიგიურ ორგანიზაციებს, ეს იყო ვთქვათ, მოლები, რაც გულისხმობა მოეში თვითონ მეჩეთები, თუ სხვა რელიგიური ვთქვათ ორგანიზაციები და დაურიგეს უბრალო ღარიბ გლეხებს. მეტიც დაიწყო აგიტაციაც და მოწოდებაც ეს გლეხების ნაწილი წამოსულიყო ქალაქში და დასაქმებულიყო წარმოებაში, მრეწველობაში. მუშახელი რა თქმა უნდა საჭირო იყო. დაიწყო ნავთობ დოლარების დაბანდება წარმოების და მრეწველობის განვითარებისათვის და თან მაღალ ტექნოლოგიურისთვის. ანუ ირანში ეს ყველაფერი დაიწყო გაცილებით სწრაფად, გაცილებით აკადემიურად და ძლიერად, ვიდრე არათუ ჩინეთში, თქვა დენ სიაოპინის მერე. არამედ ვიდრე იგივე სამხრეთ კორეაში, ვიდრე მალაიზიაში. და ჩვენ ახლა ვიცით ხო რა დონეზეა მალაიზია, კორეა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ირანს აი დღეისთვის ყავს ირანულ წარმოშობის 5-ზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატია, რომლებიც აი ეკონომიკის დახში არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, ხა თავად განსაჯეთ რამხელა პერსპექტივა ჰქონდა ამ ქვეყანას, რომ მართლა აი სრული სასწაული მოეხდინა თავისი განვითარებისა და მართლაც ესე იყო. ძალიან მალე ირანში ცხოვრების დონე ავიდა არანორმალურად მაღლა. ოღონდ ეს ყველა ფენაში ერთბაშად ვერ მოხდა და ვერ გახორციელდა. 10% მოსახლეობის იყო უმდიდრესი. დაახლოებით 60% შეადგენდა საშუალო ფენას, რომელიც საშუალო ფენაც იმ პერიოდში შეგვიძლია თამამად თქვა, რომ გაცილებით უკეთესად ცხოვრობდა, ვიდრე იგივე პერიოდის თქვა ესპანეთის, ან იტალიის, ან საბერძნეთის საშუალო ფენა. თუნდაც თურქეთის. მაგრამ იყო სიღარიბის ზღვარზე მყოფი 30%. ეს 30% იყო ყოფილი მონები, ყოფილი ხმაგლეხები, რომელსაც არც განათლება არ ჰქონდა და ესე უცებ ორ დღეში თქვა 63-65 წელსში დაწყებულ პროცესით შედეგად 70-სა და 75 წელში ეხლა ყველანი უმაღლეს დამთავრებულები ვერ იქნებოდნენ ეს ადამიანები, რომლებიც ელემენტარულად წერა კითხვა არ იცოდნენ. და მეორე რამე იყო კიდევ. გატარდა სერიოზული სამედიცინო რეფორმა, განათლების რეფორმას თავი დაავადებოდა. და ეს მართლა მოწინავე უმაღლესი სასწავლებლების ფილიალებიც გაიხსნა და მათ ყაიდაზე ჩამოყალიბდა უმაღლესები და ასე შემდეგ, რომლებიც დღემდე ირანის განათლება ერთ-ერთი სერიოზულია სხვათა შორის, ნებისმიერ დარგში, მათ შორის ტექნოლოგიებში ძალიან მაღალ შედეგებს აღწევს და ეს ჩანს დღესაც კი მიუხედავად იზოლაციისა და ეს იმ უმაღლესების დამსახურება, იმ სკოლების დამსახურება შახმა და მისმა მეუღლემ რო დააარსეს. მაგრამ ყველა მედალს ორი მხარე აქვს, ნახეთ რა მოხდა ელემენტარულად, აი ჩატარდა დაიწყო მასობრივი ვაქცინაცია, აცრები, როგორც თქვი განვითარდა ჯანდაცვა, შემცირდა სიკვდილიანობა და დემოგრაფიული აფეთქება მოხდა ირანში. 50-იან წლებიდან მოყოლი. 70-იან წლებისთვის, აი რევოლუციის წინ, ირანის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 50%-ზე მეტი, 30 წელზე ახალგაზრდა იყო. ეს იყო ის თაობა, რომელიც ამ რეფორმების წყალობით, აი ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების, ვაქცინაციის წყალობით გამრავდა. მაგრამ მათი აი ამ ახალგაზრდების განათლების დონე და მატერიალური დონე ვერ იყო თანხვედრი და თანხმდენილი ზოგადი
ეკონომიკური დონის და ბუნებრივიც არის. იმიტომ რომ ნახეთ რა არის დემოგრაფიული აფეთქება, როგორც წესი ახასიათებს საზოგადოების დაბალ ან საშუალო ფენის ყველაზე ასე ვთქვათ დაბლამდგომ ფენას. რაც უფრო მაღალ ეკონომიკურ და სოციალურ ფენას ეკუთვნის ოჯახი, უმეტესწილად უფრო ნაკლებად მრავლდება, იმიტომ რომ ის ფიქრობს კომფორტზე, განათლებაზე და არა მრავალშვილიანობაზე. ეს ჩვეულებრივი დემოგრაფიული კანონია და რა თქმა უნდა ირანიც ამ კანონს ზომიერებას ეკონდებარებოდა. შესაბამისად, აი ეს თაობა, რომელიც დაიბადა, ძირითადად იყო საშუალო ფენის შედარებით ღარიბი ნაწილიდან გამოსული და აი საარსებო მინიმუმის ზღვარზე ცხოვრები ფენიდან. რა თქმა უნდა, მათში იყო რაღაც უკმაყოფილებაც, მათში იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული შურიც, თქვა ახლა თეირანის მუშათა კვარტალში მცხოვრებისთვის შესაშური იყო ხო თეირანის ელიტარულ უნებში მცხოვრებთა ცხოვრების წესი, რომელიც შესაშური იყო იმდროინდელი ევროპელებისთვისაც. ისეთ დონეზე იმყოფებოდა. ეს ყველაფერი არსებობდა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო გამოსწორებადი, რა თქმა უნდა. რომ დღითი დღე ფენების მდგომარეობა უმჯობესდებოდა. უბრალოდ ნახეთ რა მოხდა რა დაემთხვა ამ დროს. აი ასეთმა აფეთქებამ ირანის ეკონომიკისამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია შური. 1971 წელს ირანის იმპერიის 2500 წლის იუბილე ჩაატარა პერსეპოლიში. შაჰმა ამის შესახებ ხა ვიდეოები ინტერნეტში უამრავია და შეგიძლიათ გაეცნოთ, ნახოთ. ეს იყო მე-20 საუკუნის ყველაზე გრანდიოზული, ყველაზე ძვირად ღირებული ღონისძიება, ასე ვთქვათ, სამდღიანი მიღება, ძალიან ეფექტური, 65 ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტი, მეფე თუ სხვა ტიტულის მქონე სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა ამ ღონისძიებას და ყველამ ნათლად დაინახა, რომ ირანი არის შეუზღუდავი შესაძლებლობების ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია არა თუ შური, არამედ შიში კონკურენტის მიმართ. უკვე. და აი არ გაუგულია კიდევ 2 წელს, რომ დაემთხვა კიდევ ახალი ამბავი. ეს იყო ცნობილი ისრაელ-ეგვიპტის ომი, უпростоდი ეგვიპტე-ისრაელის, იმიტომ რომ ეგვიპტე დაესხა თავს ისრაელს, ისრაელმა გაიმარჯვა, მაგრამ ეგვიპტის სოლიდარობის, ასე ვთქვათ, გამოხატვის მიზნით ოპეკის ქვეყნებმა ემბარგო დააწესეს ნავთობს და შეწყვიტეს ნავთობის მიწოდება დასავლურ სამყაროსთვის. ამან გამოიწვია გაძვირებას ნავთობის მათ დეფიციტი. მაგრამ ამ დროს ამ ქვეყნებს არ შეუერთა ირანი, თქო ალბათ განაწყენა ფრიად და კიდე დამატებითი მტრები შეიძინა, მაგრამ გახსნა თავისი ჭაბურღილები კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო მეტი ნავთობი გაიტანა. ირანის ნავთობის ხვედრითმა წილმა მსოფლიო ნავთობის წარმოებაში კოლოსალურ დონეს მიაღწია და შესაბამისად მოგებაც კოლოსალური იყო. აი ეგ შეიქმნა ესეთი სიტუაცია 74 წლისთვის, რომ ირანს გაუჩნდა აქვს ესე იგი ძალიან დიდი რაოდენობის კაპიტალი და ირანელებს, მაგრამ ირანული წარმოება ამ კაპიტალს ვერ დააკმაყოფილებს. იმდენ პროდუქტს თვითონ ირანი არ უშვებს, რომ კაპიტალი, რომელიც უცხოეთი ნავთობი კაპიტალი შემოვიდა, რომ მხოლოდ ირანული პროდუქტი შეიძინოთ. შესაბამისად, ამ თანხით ხდებოდა ან უცხოური პროდუქტის შეძენა, ან რა თქმა უნდა დაბანდება, რომ ფული არ გაყინულიყო უცხოურ წარმოებაში და რა თქმა უნდა ელვის ისრაფით კიდევ უფრო დიდი ტემპები დაიწყო ახალი წარმოებების გახსნა ირანში, მაგრამ წარმოება ის არ არის, რომ 2 თვეში და 3 თვეში გაკეთება, ხო, უნდა წლები, 1 წელი, 2 წელი, 3 წელი. ამასობაში გარკვეულწილად, ხო, ეს როცა ფულის მასა უფრო მეტია ვიდრე თქვა ქვეყანაში პროდუქტი, გარკვეულწილად იწვევს ინფლაციას. მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. ეს დროებითია, რომლის მეორე დღეც იქნება საოცარი ეკონომიკური აფეთქება, იმიტომ რომ ზუსტად ამ პერიოდშია
წერს მილტონ ფრიდმანი, რომ თავარია არსებობდეს ფულის მასა. ჩადებ ფულს თუ გაქვს ფულის მასა და ჩადებ უეჩველი გაიხსნება წარმოება. ამიტომ მილტონ ფრიდმანი ფულის ემისიის ბეჭვდის მომხრე იყო და აქ ხელოვნურად ფულის მასის გაზრდაზე კი არ იყო საუბარი, ნავთობ დოლარებით გაივსო ირანი. ადამიანი გონიერი ადამიანი რო დაკვირვებოდა, ირანი იდგა უდიდესი ეკონომიკური აფეთქების ზღვარზე, რომელზეც შეიძლება ირანი მსოფლიოს უძლიერეს ეკონომიკად გადაექცი. აი ეს ნაკლებად განათლებულმა ირანის დაბალმა ფენამ სწორად ვერ გაიგო. ვერ დაინახა. მე დაინახე შეიძლება რომ ვიღაცა მისი თქვა თანაქალაქელი მასზე მდიდარია და შეშურდა. დაინახა რომ რაღაც უცხოური პროდუქტი შემოვიდა ირანში და მსგავსი ირანული ჯერ არ არის გამოშვებული და დაინახა რომ რაღაცა პროდუქტი გაძვირდა. მაგრამ ეს კარგად დაინახა ამერიკა. კარგად დაინახა ირანის ყველა კონკურენტმა ქვეყანა. მათ შორის ოპეკის ქვეყნებმაც, მათ შორის საბჭოთა კავშირმაც. და ეგ იბადება იდეა, რომ ირანის შეაჩერონ. ირანის წისვლა რამ დაამოხრუჭონ. მით უმეტეს ახდება, რომ ირანის შახი ამ დროს კატეგორიულად თხოვს იგივე საბჭოთა კავშირსაც და ამერიკასაც, რომ ის გაახადონ უშიშროების საბჭოს მუდმივ მოქმედი წევრი, რომ იმსახუროს მისი ეკონომიკაც, ისტორია წარსულიც და 400,000-იანი არმიაც ელემენტარულად უმაღლესი დონის არმია, რომელიც მაშინ მას ყავდა. და განვითარების ტემპიც. რაზეც უარს ეუბნებიან. ამ უარის საფასუხოდ ირანის შახი საერთაშორისო ნავთობ ბირჟაზე ნავთობის ბაზებით იწყებს მანიპულირებას, რამაც გარკვეული ეკონომიკური კრიზისიც კი გამოიწვია. იგივე შტატებში. რაც ცნობილი ფაქტი იყო, 70-იანი წლების იყო პერიოდი, რომ თქვა უცებ ინფლაციაც იზრდება და ფასებიც იზრდება, ინფლაცია მცირდება და ფასები მცირდება, ინფლაცია იზრდება, მერე ფასები მცირდება და ფასები იზრდება და ინფლაცია მცირდება და თუ რატომ ხდება გაურკვეველი. ეს გარკვეულწილად უფრო დამაბნეველი იყო ბევრი ეკონომისტისთვის, ვიდრე ის პროცესი, რომელიც თქვა 1929-დან 34 წლამდე მიდიოდა შეერთებულ შტატებში და აი ამ სიტუაციაში, როდესაც ყველა ხვდებოდა, რომ ამის ერთ-ერთი გამომწვევი იყო ირანის შახი, რომელსაც ეს შეეძლო, მისი ოჯახი პლუს ყველაფერს დავანებოდა, აკონტროლებდა მაშინელ 80 მილიარდ დოლარს, რომელიც ნუ დღეს ალბათ 5-ჯერ მაინც უნდა გადავამრავლოთ, ეს ის თანხა. და კიდევ მეორე მხარს უჭერდა აი ხელა კულტურა და პოტენციალის მქონე ერი თავისი 400,000-იანი არმიით და იმ ძალიან განვითარებადი განათლების სისტემით და რა თქმა უნდა როგორც ჩანს აქ გადაწყდა და დაიგეგმა რომ ირანის შახი დაემხოთ. ამისთვის საჭირო იყო დისკრედიტაცია. და აი აქ მთელი ყურადღება გაკეთდა ირანის შახის აქილევსის ქუსლზე. მისი აქილევსის ქუსლი იყო აიათოლა ხომეინი. არა შიიტური რელიგია და საწუნებო. იმ დროს შიიზმში არის ძალიან ბევრი მიმდინარეობაც და ესე არ არის რომ ერთი პატრიარქი არსებობდეს. ელემენტარულად აიათოლა უამრავი. გასაგებია რომ შიიტებში აიათოლა იმამი ვერ იქნები თუ შენ არ ითვლები მუჰამედის ქალიშვილის ფატიმას შთამომავლად, მაგრამ დღემდე არსებობს ასასინების ორდენი, ისმაილიტების ორდენი აღახან მეოთხე, რომელიც აბსოლუტური შიიტური, რომელიც აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა და ცნობილი პიროვნებაა, შეგვიძლია მის ბიოგრაფია ინტერნეტში ნახოთ, ხო, აღახანების და ისმაილიტების ასე ვთქვათ ორდენისა დღევანდელ დღეს. ან თქვათ, ჩვენ ვიცით, რომ აი სეფიანთა სამეფო დინასტია შაჰ-აბაზის დიდი ბაბუიდან მოყოლებული ხიზილბაშების ორგანიზაციით ერთ-ერთი შიიტური მიმდინარეობა იყო და აბსოლუტურად თქვა ჩახების ტიტულით მართავდნენ ირანს და ასე შემდეგ. იგივე აიათოლათა შორის ძალიან ბევრი იყო შაჰის რეფორმების მომხრე. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება არ მოწონდათ ეს ქალები ჯინსებში და არა მარტო ჯინსებში, არამედ მაშინ ცნობილ ბიკინებში,
თქვათ ის რომ მამაკაცების შორტები დადიოდნენ და საერთოდაც რა რომ ირანის ელიტა და ელიტა კი არა ქვეყნის დაახლოებით 50% ევროპელებზე უფრო ევროპულად ცხოვრობდა და იცვამდა. შეიძლება ეს ძველ კონსერვატორულ ფენებს დიდად არ ახარებდა, მაგრამ უამრავი აიათოლა იყო ირანში, ვინც ლოიალური იყო ასე თუ ისე რეჟიმის მიმართ. შეიძლება მითხოვდა მეცნეობას, ნაკლებად ჩქარებას, მაგრამ მოჩახს არ ებრძოდა, მაგრამ ხომეინი, ცნობილი აიათოლა ხომეინი. ეს იყო პიროვნება, რომელმაც ჯერ კიდევ 60-იან წლებში დასაწყისში შეთქმულება დააორგანიზა შახის წინააღმდეგ. მას სიკვდილით დასჯაც კი ემუქრებოდა და გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც მერე რო დააიგივე, ვინც თქვი ეს ფარდუსტის სახით, შახი დაარწმუნეს, რომ არ უნდა დაესაჯა ხომეინის სიკვდილით, პირიქით გაენთავისუფლებინა და გაეშვა საფრანგეთში. და ამ გამოჩენილი გულმოწყალებით უფრო მეტად მოეღო საზოგადოების გული. მაგრამ ნახეთ რა ხდება, ეს იქცა როგორც თქვი აქილევსის ქუსლად. ხომეინმა დაწერა ესეთი ნაშრომი, რომელსაც ეწოდებოდა ისლამური სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ეს ღია ტექსტით იყო და ამერიკულ სპეცსამსახურსაც წაკითხული ქონდა, მოსადსაც წაკითხული ქონდა და კგბ-საც და ბრიტანეთსაც და ყველასთვის ცხადი იყო, რომ ეს კაცი ფუნდამენტალისტური თეოკრატიის ჩამოყალიბებაზე ოცნებობდა. და ძალიან თავის სახში ესეთი წყობა, რომელიმე ან ამერიკელს რომ დომებოდა, ან რუსს და საბჭოთა რაღაც ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ მაინც და მაინც აი ამ კაცზე, რომელიც იყო შახის დაუძინებელი მტერი, გაკეთდა აქცენტი. აიათოლას მიეცა საშუალება, რომ ქადაგებები შახის რეჟიმის წინააღმდეგ, საერთოდ ირანის აი ამ განვითარების პროგრესის წინააღმდეგ ჩაეწერა ასობით, ათასობით, 10,000-ობით, მილიონობით ეგზემპლიარი, რაც გადმრავლებული იყო ეს კასეტებზე. და უცებ აღმოჩნდეს მილიონობით კასეტა ირანში, ჩვეულებრივ მაგნიტოფონებს. ჩვეულებრივ ეს იყო აუდიო მაგნიტოფონები. ეს ის პერიოდია, როდესაც ვისაც ახსოვეთ პიონერი და სონის მაგნიტოფონი ავტომობილის ფასები და საბჭოთა კავშირი და მაშინ აი გაჭირვების ზღვარს ქვემოთ რომ ცხოვრობდა. თითქმის ყველა იმ ირანულ ოჯახში იყო ესეთი მაგნიტოფონი. ეს ყველაფერი შედარებითი ეს გაჭირვების დონე და ზღვარი. და იქ შემოდის ეს იწყება 75 წლიდან ქადაგება აიათოლასი, რომელიც პრაქტიკულად ჩახის რეჟიმს მის ჯანდაცვის პოლიტიკას, განათლების პოლიტიკას, ეკონომიკურ ყველაფერს სატანიზმად აცხადებს. ითხოვს შახის დამხობას, დაახლოებით ლოზუნგი ახლა აი ამ ბოლოს ვაი სპარსელობას გვაკარგვინებენ აი ამ მოტივით. ჩვენი გადაჯიშება უნდა, ჩვენი განადგურება უნდათ. სპარსელობას კი არა, მუსლიმობას. იმიტომ რომ წმენას ღმერთს გვაკარგვინებენ აი ესეთ რაღაცები. აი ეს არის ამოსავალი ლოზუნგი, მაგრამ ყველაფრის კრიტიკა. მაგრამ აქ არის საინტერესო რა. სავაკის აი ამ 400,000-იანი არმიის პირობებში შეუძლებელი იყო, რომ ეს კასეტები ამ რაოდენობით აღმოჩენილი იყო ირანელებში, თუ ვინმე ხელოვნურად ამას გაზაროწყობდა. და რა თქმა უნდა, ფარდუსტი ჩვენ ვახსენეთ და კიდევ სხვა პერსონები მასთან დაკავშირებული, რომელთა მონაწილეობის გარეშეც რა თქმა უნდა ეს კასეტები ირანში ვერ შემოვიდოდა და ვერ მოისმენდა ხალხი. რა თქმა უნდა, ფარდუსტთან სრულ ალერში იყო როგორც ფრანგული სპეცსამსახური, ასევე CIA. ელემენტარულად საფრანგეთში იმყოფებოდა თავდაპირველად აიათოლა ხომეინი და ძალიან სერიოზულად იყო ამერიკული მხარეც ჩართული ამ პროცესებში, როგორც ირკვევა, მინიმუმს ვიძახი. ასევე საბჭოთა კავშირი, რომელსაც თავის ფავორიტები ყავდა ირანულ პოლიტიკაში, სოციალისტური, პროკომუნისტური ძალების სახით, მემარცხენე ძალების სახით. იყო ეს სხვა შორის ისლამისტების დიდი ნაწილიც, აი ვინც აიათოლას ხარს უჭერდა, იყო მემარცხენე სოციალისტი, იყო სოციალისტი ისლამისტი. და არსებობდა ესეთი რა, პროსაბჭოთა სოციალისტებიც. და აი ამ დროს ხდება ესეთი რა, რომ შახს
და დაემართა ონკოლოგიური დაავადება სისხლთან დაკავშირებული. რამაც რა თქმა უნდა მისი მდგომარეობა გაუარესა და იყო შემთხვევები, რომ ეს სწრაფ რეაგირებას ვერ ახერხებდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მერე უკვე პროვოკაციებს მიყვა. მოკლედ, როგორც ირკვევა ფარდუსტმა ის გაყიდა კაცა. შეეკრა იმ ძალებს, ვინც დაინტერესებული იყო შახის დამხობაში. იმ ძალებს აქ იგულისხმება, როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციაც დაინახეს ირანში ძალიან ძლიერი კონკურენტი და ირანის განეიტრალების გზად ხედავდნენ შახის რეჟიმის დამხობას. იგივეს ფიქრობდა, როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი და ყველა მოწინავე ქვეყანა. და არავის არ ეშინოდა აიათოლასი. აი ეს იყო საქმე. ისინი ფიქრობდნენ, რომ აიათოლას გამოიყენებდნენ, დაამხობდნენ შახს და მერე რაც თითოეული მათგანს თავთავის წარმოადგენდა ქონდა, თქვა ერთს ფიქრობდა მოსკოვი, მეორე სხვა რამეს ფიქრობდა ვაშინგტონი, მაგრამ რაღაც ან სატელიტს თუ არა ისეთ რეჟიმს მოიყვანდნენ ირანში, რომ ირანს დიდი ხანი კონკურენციის გაწევა დასავლეთისთვის არ შეეძლებოდა. ეხლა ყველა ვიცოდით, რომ გუანტანამოში, კუბაში იყო სამხედრო ბაზა, ხო? დღეს ყველა ვიცი, თავის ძროზე ხა კომუნისტების პერიოდში მე არ მახსოვს ესე ხმამაღლა რო ელაპარაკა. და ზღაპრებს გვიყვებოდა, რომ აი კენედის ოპერაცია ჩაუვარდა ფიდელ კასტროს დამხობის. როგორ ჩაუვარდა ბაზა ქონდა კუბაში. და თუ უნდა ფიდელ კასტროს დამხობა ბრძანებას გასცემდა და მარდა ტანკებით აიღებდნენ ჰავანას. მაგრამ ფიდელ კასტრო აწყობდა ჰავანაში. იმ დრო ფიდელ კასტროს მოსვლიდა იმ კერძო სასტუმროების თუ კაზინოების ნაციონალიზაციით, ამერიკულ მაფიას, ამერიკის შავ ბიზნესს და არა მარტო შავ ბიზნესს. ამერიკის ადმინისტრაციამ, ასე ვთქვათ, დაუკარგა ფულის გატეტრების და გადასახადებისაგან თავის არიდების ოაზისი, რომელიც მოწყობილი ჰქონდათ ფიდელ კასტრომდე კუბაში. ამიტომ გაცილებით აწყობდათ ფიდელ კასტრო კუბის სათავეში, რომელსაც არ ექნებოდა კომუნიკაცია და კონტაქტი კომუნისტი ფიდელ კასტრო. კონტაქტი თქვა ლაკი ლუჩანოსთან, ვიდრე ბატისტა. იგივე ხდება ირანში. გაცილებით აწყობდათ ვიღაც ველური, რომელსაც არ ექნებოდა შესაძლებლობა ეკონომიკის განვითარების, განათლების განვითარების და შესაბამისად ირანი ვერ გადაიქცეოდა კონკურენტად აი მოწინავე, თქვა ლიდერებისა და ქვეყნებისა, ვიდრე აკოფილიყო შახი, რომელიც კონკურენტი იყო და სერიოზული კონკურენტი იყო. და აი ამ ამბავში თავდაპირველად როგორც ჩანს, აიათოლა ხომეინს განიხილავდნენ მხოლოდ და მხოლოდ ყინულმჭრელად, მხოლოდ და მხოლოდ დამამხობელ მართვად ძალად. თავდაპირველად მინიმუმ. თუმცა შეიძლება ვიღაცები იყვნენ, რომ პირდაპირ აიათოლაზეს ფიქრობდნენ, მოვა დაამხობს ეს რელიგიური ფანატიზმის გზით წაიყვანს ირანს და მუდმივად ემბარგო იქნება დაწესებული ირანის პროდუქციაზე, მუდმივად, და ხა ემბარგოს ძალიან ბევრი მხარე აქვს, ხო? ამით ის სარგებლობს ყველა ის, ვინც თქვათ კორუფციას ეწევა საერთაშორისო დონეზე და ფარულად ყიდულობს და ყიდის ნავთობს და არ იხდის გადასახადებს. ამით ის სარგებლობს ყველა ის ქვეყანა ან ძალა ან კორპორაციას იქნება ოპეკი, ამერიკა იქნება საბჭოთა კავშირი მაშინდელი თუ მერე ხა რუსეთის ფედერაცია, ვინც ნავთობდოლარებით ძალიან დიდ მოგებას ნახულობს და გაზის დოლარებით. ჩვეულებრივი ამბავია. როგორც იტყვიან, ნათლიაში ეს არის ბიზნესი და არაფერი პირადი. აი ეს მიდგომა იყო, ასე რომ ფაქტი ერთია. აი ამ კასეტებით, ამ აგიტაციით მოსახლეობის დაბალი ფენები ერთის მხრივ მოაქციეს აიათოლას გავლენის ქვეშ, მეორე მხრივ აუმხედრეს თავისთავად ამითი შახს. ამაზე დაემატა ის 77 წელს გაურკვეველ გარემოში დაიღუპა აიათოლას ვაჟი და დაბრალდა აბსოლუტურად ყვილად შახს. შახი ფარდუსტმა აღმოაჩინა საინფორმაციო ვაკუუმში, პირდაპირ აყალბებდა ცნობებს მასო მისვლოდა შახს და შახის ოჯახს და შახმა მხოლოდ და მხოლოდ, როდესაც შახის თანამდებობა დაკარგა, მერე გაიგო, რომ სიმდე ქონდა. როცა წავიდა ირანიდან,
იმასაც კი უმალავდნენ ადამიანს, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ზოგიერთმა მისმა ოჯახის წევრმაც მეუღლემ არ იცოდა ეს. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია, ხო ეს არის ყველა მონაცემთა ბაზის შეცვლა. და აი ამ ყველაფერს დაემატა კიდე აი ამ უბედურებას ის რომ 78 წლის დასაწყისში და შეიძლება პროვოკაციაც იყოს სამთავრობო გაზეთში დაიბეჭდა აიათოლაზე კრიტიკული წერილი, რასაც მოყვა მიტინგები და ამ აქციების პერიოდში ამის ფონზე სხვა შორის აქ ჩანს იცით რა ამ პერიოდში ძალიან ბევრი აიათოლა ირანში მცხოვრები და მყოფი შახს უჭერს ხარს. მაგრამ აი ამ დროს ხდება ერთი რაღაცა ერთ-ერთ კინოთეატრში ხანძარი გაჩნდება, დაიწვება ხალხი და ისევ აგორდება ეს ხმები, რომ იქ ხალხი ვინც დაიწვა ისინი იყო აიათოლას მომხრე და თითქოს შახმა გააჩინა ხანძარი, რომ გაენადგურებინა ეს ხალხი და ასე შემდეგ. ამას კიდევ უფრო დიდი უკვე რეაქცია მოყვა. რა თქმა უნდა, ბოლოს შეიქმნა ვითარება ისეთი, რომ ერთადერთი გზა, თქვა ქვეყნის სტაბილურობის, შენარჩუნების და რევოლუციური პროცესების თავიდან ნაწილების იყო დროებითი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სამხედრო რეჟიმის დამყარება. რაღაცა, თქვა იგივე გარემოცვამ შახი დაიყოლია, რომ თავდა გენერალი დაენიშნა, თქვა პრემიერ-მინისტრად, გენერლები შეეყვანა მთავრობაში და ნაბიჯი გადაედგა სამხედრო რეჟიმის დამყარებისათვის, რომ ეს რევოლუციური პროცესები, ისლამისტური პროცესები შეენელებინა და აღეკვეთა, მაგრამ არა, როგორც ეს გენერლები აღიარებდნენ შემდეგ, ვინც ცოცხალი გადარჩა, სანამ დაიღუპებოდა, თქვა უცხოეთის ელჩებთან თუ ამერიკელებთან იყო ის, რომ ირანი იკარგება, იმიტომ რომ შახი ბრძანებას არ გვაძლევს, რომ აღკვეთოთ ეს უწესრიგობა, გამოსვლები, არეულობა. მოკლედ შახი არ წავიდა თავისი ბრძანებით სისხლის ზღვრაზე. და საბოლოო ჯამში 79 წლის იანვარში თვითონ რო დაჯდა თვითმფრინავის შტურვალთან, თავის ოჯახთან ერთად დასტოვა ირანი. პრემიერ-მინისტრად დანიშნა ბახტიარი, ეს იყო ბახტიარი ერთ-ერთი ელიტარული ოჯახიდანაც იყო ჯერ წარმოშობით და მეორე მხრივ ეს ბახტიარი იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ოღონდ ზომიერი ოპოზიციის, აი იმ ოპოზიციის, რომელზეც შეიძლება დასავლეთის ლიბერალურ ძალებს ჰქონდათ გათვლა გაკეთებული. მაგრამ მოხდა ესეთი რამ. შახმა პირდაპირ თავის უერთგულეს არმიას, სხვა შორის არმიის ზედაფენა შახი უყვარდა ძალიან დიდ ნაწილს. არის საუბარი, რომ 50 მილიარდზე მეტი ჰქონდა რაღაცა ბოლო წლების განმავლობაში მას არმიაში და არმიის შენებლობაში დახარჯული. და პირდაპირ მისცა ბრძანება, რომ პრემიერ-მინისტრს დადგომოდნენ გვერდში და ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ხო, ეს საერო ხელისუფლება შეენარჩუნებინათ. მაგრამ ფარდუსტმა მაინც გაიტანა თავისი არმიის ზედაფენა დაარწმუნა, რომ პრემიერ-მინისტრის ხარი არ დაეჭირათ, ამასობაში თებერვლის დასაწყისში აიათოლა ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, ეხა თავისით ვერ ჩამოვიდა და ხომ მას დაეხმარა ის ძალები, ვისაც აწყობდა მისი ჩამოთვლა და ირანში წავიდა სადღაც სამდღიანი სამოქალაქო ომი. აიათოლას მომხრეები შეეცადნენ, რომ იარაღის გამოყენებით ძალაუფლება ხელში აეღოთ. არმიამ ფარდუსტის მოძღვრებით ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, დაემხო მთავრობა და აი იმ დღიდან უკვე ირანში დაიბადა ახალი რეჟიმი, ეს არის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი, სადაც უმაღლესი მეთაური ფაქტობრივად აბსოლუტური მონარქის უფლებებით აღჭურვილი არის აიათოლა. რაღაცა პერიოდი რო გავიდა და აიათოლა წავიდა რეპრესიებზე. ეხა ეს ფარდუსტი გადარჩა და მას სპეცსამსახურის ჩამოყალიბება დაავალეს, მაგრამ ბევრი გენერალი, მათ შორის რევოლუციისადმი ლოიალურიც, უკვე 79 წელსივე დახვრიტეს. და ამ დროს დაიწყო მისი გუნდის ჩამოშლა. იმიტომ რომ ერთი იყო, რომ თქვათ,
ვერ თანხმობდი რომ შეიძლება შახი ცუდია, შახი გასაგდები ხარ ატომ კიდე ცალკე თემაა ხო ვისაუბრეთ რა ძალიან ბევრი რამ იყო ხელოვნურად აგორებული მაგრამ მეორე იყო რომ ძალიან ცოტა პირი იყო მათ შორის ისლამური რევოლუციის მონაწილეთაგანაც ვინც იზიარებდა იმ რეპრესიულ ღონისძიებებს რომელსაც აიათოლა ეწეოდა აი სხვა შორის შახის ირანისთვის გადაცემის მოთხოვნით როდესაც ირანში საელჩო ამერიკის საელჩო დაატყოვეს და რამდენიმე თვე რეალურად ყავდათ აღაშემოთულდა პატიმრობაში იმ პერიოდში თქვა რაღაც ნაწილი იზიარებდა იმას რომ დიახ შახი უნდა გადმოცემულიყო და გასამართლებულიყო მაგრამ მეორე ნაწილი ამ ხალხისა თვლიდა რომ ეს იყო არასწორი იმიტომ რომ ეს ის ნაბიჯი იყო რომელიც ირანს ამერიკასთან აშორებდა და საერთაშორისო ბაზრიდან აშორებდა და იზოლაციაში აქცევდა და ესეთმა ადამიანებმა დაიწყეს აიათოლას განდგომა, გადადგომა, წასვლა. იყო მიტინგები ქალების, ოდესაც თქვა უკვე აიათოლამ დაიწყო მოთხოვნა რომ შარვალი ქალს არ უნდა ეწვას, ჯერ ეგრევე ჩადრი არ გამოუცხადებია და მამაკაცი შორტით არ უნდა დადიოდეს. ამას მოყვა უშუალებელი აქციები უკვე. მათ შორის ისეთი ადამიანებიც გამოდიოდნენ, ვინც რამდენიმე თვის წინ მას უჭერდა მხარს. მოკლედ, აი 79-80 წლის მიჯნაზე შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლება აიათოლას რეჟიმს ახალ რევოლუციას დაემხო, მაგრამ აქაც რაღაცა ფარული ძალა მიეშველა ისლამურ რესპუბლიკას. და სადამ ჰუსეინმა ერაყის მაშინდელმა ლიდერმა, რომელსაც ერთის მხრივ საბჭოთა კავშირის თავს უკრავდა და მეორეს მხრივ ამერიკის შეერთებული შტატებიც ორივენი იარაღს აწვდიდნენ და მაშინ სულაც არ მიაჩნდათ კაცობრიობის მტრად სერიოზული პოზიტიური ურთიერთობები ჰქონდათ და სხვათა შორის რაღაც პერიოდი აიათოლა სწორედ ერაყის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და იქიდან აგულიანებდა შახის დამხობის მომხრეებს და შახის მტრებს აი ერაყმა განიზრახა აი სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ირანში სერიოზულად აირია სიტუაცია, უკვე აიათოლას მოზვლის შემდეგ და შეირყა მთლიანობაში რეჟიმი. ირან ერაყის საზღვარზე განლაგებული ჭაბურღილების ხელში ჩაგდება. ანუ ირანის მაშინდელი აღმოჩენილი და შესწავლილი და ათვისებული ნავთობმარაგის მიტაცება. თავდაპირველად ქონდა წარმატება, მაგრამ ნახეთ რა ხდება. აი ეს ომი იქცა აიათოლას რეჟიმის გადარჩენის მაშველ რგოლად გადასარჩენის საქმეში. იმიტომ რომ აიათოლა, რომელიც მართლა დიდო სტატი იყო, თქვა საზოგადოების ეგზალტირების საქმეში და ესე იგი ულტრანაციონალისტურ, ულტრა განსაკუთრებით რელიგიური თემების გადაგების საქმეში, ეს ომი თან თავდაპირველად წამგებიანი ომი, სადაც ირანი მარცხდებოდა, გამოიყენა როგორც და გადააქცია საღვთო ომის ლოზუნგად. მოახდინა საზოგადოების დიდი ნაწილის მილიტარიზაცია, ფრონტზე გაყვანა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მსხვერპლი იყო, მაგრამ ვერ წარმოედგინათ ისეთი ვერავის ალბათ სოფლიოში ისეთი შედეგი დამთავრდა. აიათოლას რეჟიმმა მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ეს ომი არ წააგო, ვერ წააგო. და ჭაბურღილები შეინარჩუნა. ამის შემდეგ ძალიან მალე მოხდა ესეთი რაღაც. აი კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო 99 წელი, როდესაც აიათოლა ხომეინი მოკვდა და დროებით, ასე ვთქვათ, ისლამური რესპუბლიკის დროებით უმაღლეს ხელმძღვანელად დაინიშნა ხამენეი, აი დღევანდელი აიათოლაის, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მიუხედავად მისი ასაკისა და მიუხედავად იმისა, რომ ის ფატიმას თავმოვალ თითქოსობდა ხომეინივით, ის ჯერ კიდევ არ იყო აიათოლა და ამიტომ დროებით მართლა დაინიშნა. სხვა შორის მას პრეზიდენტი იყო რაფსაჯანი და სხვებს შორის გარკვეული ესეთი დაძაბული ურთიერთობები იყო, მაგრამ ამას ყურადღება სხვაგან იქნა გადატანილი. ჰუსეინი ქუვეითში შეიჭრა, ამას მოყვა უკვე ერაყის წინააღმდეგ ომი, უკვე ირანის ყოფილი მტერი სადამ ჰუსეინი გამოცხადა კაცობრიობის ნომერ პირველ მტრად
და ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი ფაქტობრივად ყველანაირ ზეწოლას გადაურჩა ამასობაში ჰამენეისაც მიანიჭეს აიათოლას ტიტული და დიდი აიათოლასი და გაგზავნა ეს პროცესი რაც არის. ფაქტი ერთია. იმ პირობებში, როდესაც ირანში ისლამური რესპუბლიკა და მას უმაღლესი მეთაურის რანგში, სახელმწიფოს უმაღლეს მთავარსარდლის რანგში მართავს აიათოლა და მართავენ აიათოლები. ჯერ ერთი საკმაოდ შეზღუდულია ირანის განათლების განვითარება. განსაკუთრებით აი ლიტერატურის ხელოვნების მიმართულებით და ვიტყოდი შეიძლება გარკვეულწილად სპორტშიც. გარდა ამისა, ირანისთვის შეზღუდულია ამ ემბარგოების ფონზე საერთაშორისო ბაზარი, ასპარეზი, მოგების ნახვის შესაძლებლობები. მოკლედ რო ვთქვათ, 57 წელია ირანის განვითარება შებორკილი ამ რეჟიმით. და აქვე ჩნდება კითხვა, ვის აწყობს ეს? ეს აწყობს ყველა იმას, ვინც ირანში ხედავს კონკურენტს. ვისაც ირანი მხოლოდ თავისი პირადი მიზნების გამოყენებისათვის უნდა და ვისაც მიაჩნია, რომ მისთვის სახიფათოა ძლიერი, არაისლამისტური, ტოლერანტული, მრავალეთნიკური, როგორც იყო საუკუნეების მანძილზე, მრავალენოვანი, ნიჭიერი და თავისუფალი ირანი. აი ყველა ის ძალა, ვისაც ესეთი თავისუფალი და ძლიერი ირანი არ სურს, ყველა იმ ძალას აწყობდა და აწყობს სხვადასხვა ფუნდამენტალისტური იდეებით, შებორკილი, ან სამოქალაქო ომებით, ან საერთაშორისო ომებით, მოკლედ სხვადასხვა სიმძიმეებით და პრობლემებით შებორკილი და დაცემული ირანის სახელმწიფო. სამწუხარო რეალობა ეს არის. და რა თქმა უნდა, ალბათ სწორი გზა და სიკეთე ის არის, რომ ყველა ერს, ყველა ქვეყანას ეძლეოდეს ღირსეულად ცხოვრებისა და ღირსეულად განვითარების შესაძლებლობა.